ხელვაჩაურის გამგებელი, რომელიც რამდენიმე დღის წინ საკუთარ კაბინეტში დააკავეს, დღეს სამსახურს დაუბრუნდა. სამუშაო ადგილზე დაბრუნება ლევან ლორთქიფანიძეს ადგილობრივმა მოსახლეობამ მიულოცა. ხელვაჩაურის გამგებელი და მისი მოადგილე თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით 10,000 ლარის გირაოს შეფართების საფუძველზე გაათავისუფლა. მათ აღნიშნული თანხის გადასახდელად 30 დღიანი ვადა მიეცათ. ლორთქიფანიძის მოადგილე ნოდარ შარაბიძე კი ამ დრომდე მკურნალობას თბილისში განაგრძობს. შეგახსენებთ, ის დაკითხვის პროცესში ცუდად გახდა და სასწრაფოდ სამედიცინო დაწესებულებაში იქნა გადაყვანილი. ხელვაჩაურის გამგებლის სამსახურში დაბრუნებას სამართლიანად მიიჩნევს საიას ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელი. გია ქარცივაძე დაკავების არასწორ ფორმაზე საუბრობს. მისი განმარტებით ძიების დასრულებამდე ლორთქიფანიძეს სრული უფლება აქვს სამსახურს დაუბრუნდეს, როგორ აფასებენ აღნიშნულ ფაქტს პოლიტიკურ უმცირესობასა და უმრავლესობაში. მათს მთავარ გამოშვებაში მოგითხრობთ. ჩვენ ვჯეროდა იმ დღესაც, როცა დაიჭირეს ბატონი ლევანი აიყვანეს, ვჯეროდა რომ გაიმარჯვებდა, იმიტომ რომ რა ვიცი ჩვენი მოულოდნელი იყო თქვენ. მოულოდნელი იყო, იმიტომ რომ ისეთი სპექტაკლი ადამიანი აიყვანეს, რა ვიცი, სამშობლო რომ უყვარს და ქართველი ხალხი რომ უყვარს და თავისი საქმე რომ უყვარს და აქედან გამომდინარე ჩვენ გაოცებული დავრჩით. აი ასეთი დაკავების ეს ხმაურიანი დაკავებით, ხმაურიანი ეს ფორმა მიუღებელია, რა ვიცი, ჩვენთვის მიუღებელია საზოგადოებისთვის. დაჭერის ფორმას ჩვენ სასტიკად გვგნობთ და სწორედ დაჭერის დროს იმ ავასახსნელი ორშევას, როცა ეს ადამიანი ტელევიზიით რო ხალხმა გაიგო რომ ესე იჭერდნენ მთელი რაიონი თუ არა ესე იგი ძალიან დიდი მასა ვინც გაიგო ესე იგი აქ იყო. ალბათ თქვენც იყავით ამ დროს და გადაიღებდით იმ მომენტს და დღეს კიდევ ბევრმა არის ისევ ეს ადამიანი სამსახურში გამოცხადდა. ხვალდაზე უფრო მეტი ხალხი მოვა მის მხარდასაჭერად. მგონია ამას შეფასება არ ჭირდება, თვითონ ხალხი გამოხატავს იმ თავის ნებას და თქვათ იმას რა აზრიც ჰქონდათ იმ პროცესებზე, რა პროცესებიც განვითარდა და თქვენ მოწმე იყავით და უყურებდით როგორ ვითარდებოდა მოვლენები. ესა გამოხატულება ხალხის როგორ მოხდა თქვათ ჩვენი და ჩემი მოადგილის დაკავება კანონმდებლობის თანახმად წინასწარ ძიებაში, როდესაც არის საქმე პირის მიმართ, ის არ შეიძლება იქნეს მიღებული საჯარო სამსახურში, ხოლო როდესაც საჯარო მოხელეზეა საუბარი, მას შეუძლია გააგრძელოს საჯარო საქმიანობა, თუ ამის შეჩერებას არ მოითხოვს სპეციალურად პროკურატურა. სანამ სასამართლო რაცმოწლებას არ მიიღებს ამ თემაზე, განაჩენით არ დაადგენს მის დამნაშავებას, რომ დანაშაულოს მანამდე ითვლება უდანაშაულო და შეუძლია გააგრძელოს საქმიანობა ჩვეულებრივ ფორმით.